გამარჯვებათ ბავშვებო. მოდით ვისწავლოთ ხუთი მგრძნობელობის ორგანო. ჩვენ გვაქვს ხუთი მგრძნობელობის ორგანო. პირველია შეხება, ფეხებით ხელით, მეორეა გემო, ვაგემოვნებთ პირით, შემდეგია ყნოსვა, ყნოსავთ ცხვირით, შემდეგია მხედველობა, ვხედავთ თვალით და ბოლო არის სმენა, გვესმის ყურებით. მოდი ვნახოთ თითოეული მათგანი. მხედველობა. ჩვენი მხედველობით შეგვიძლია აღვიქვათ ფერი, ფორმა და მოძრაობა. ხოლო ორგანო, რომელიც მხედველობას ეხმარება, არის თვალი. ჩვენ ვხედავთ თვალებით. შემდეგია ყნოსვა. ყნოსვა საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ ჩვენს გარშემო არსებული სუნი. მაგალითად, ჩვენი ცხვირის წყალობით შეგვიძლია საჭმლის, ყვავილების ან სხვა საგნების სუნი გავიგოთ. მაგალითად, მე მიყვარს ყავის სუნი. შემდეგი არის გემო. გემო გვაძლევს საშუალებას დავაფასოთ საკვები და სასმელი. ჩვენ ენით ხვდებით არომატებს, მათ შორის ტკბილს, მარილიანს, ჟავეს და მწარეს. ჩვენ ვაგემოვნებთ საჭმელს, საკვებს და ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს. მაგალითად, მე მიყვარს ტკბილი. შემდეგი არის სმენა. ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ხმებს და ბგერებს, რადგან გვაქვს სმენა. ჩვენ ვიგებთ საუბარს, ვუსმენთ მუსიკას, გვესმის სიცილი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მოსასმენად ჩვენ ვიყენებთ ყურებს. და ბოლო არის შეხება. შეხებით შეგვიძლია ვიგრძნოთ უხეში, გლუვი, ცხელი და ცივი ტექსტურა. შეხების აღქმაში გვეხმარება კანი. როდესაც კანით ვეხებით, ჩვენ ვიგებთ თუ როგორია საგანი ან ნივთი. მაგალითად, ეს დათუნია რბილია. ჩვენ უკვე ვისწავლეთ ხუთი მგრძნობელობის ორგანო. ასევე უნდა ვთქვათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზოგიერთი მათგანი არ აქვს. მაგალითად, არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ესმის და ასე შემდეგ. ახლა დრო გადავიდეთ შეკითხვებზე. მე დაგისვამ კითხვას და შენ მიპასუხე. ამის შემდეგ მე განახებ ჩემს ვარიანტებსაც. რას აქვს ტკბილი გემო? ჩემთვის ესენია ტკბილი: კანფეტი, ორცხობილა და დონატი. რა საგნებია გლუვი? ხილა, სარკე და ბუშტი. რას აქვს სასიამოვნო სუნი? ჩემთვის სასიამოვნო სუნი აქვს პორტოხალს, ორცხობილას და ლოსიონს. რომელ საჭმელს აქვს მჟავე გემო? ჩემთვის მჟავე გემო აქვს ლაიმს, ძმას და ლიმონის წვენს. სიბნელეში დასანახად რა ნივთებს ვიყენებთ ხოლმე? მე ვიყენებ ხოლმე სანთელს, ლამპას და ფანარს. რა საგნები გამოსცემს ხმას? მოდი ჩემი ვარიანტებიც ვნახოთ. ეს არის საათი, ასაფეთქებელი და მობილური. აბა ვნახოთ შემდეგი შეკითხვა. რომელ საკვებს აქვს მწარე გემო? ჩემთვის მწარე გემო აქვს წიწაკას, ყავას და შავ შოკოლადს. აბა ვნახოთ შემდეგი. რა საკვებია შეხებისას უხეში? ჩემთვის ასეთი საკვებია: კაკალი, არაქისი და წიწიბურა. აბა ვნახოთ შემდეგი კითხვა. რომელ საკვებს აქვს მარილიანი გემო? აბა გავიხსენოთ მარილიანი საკვები. ეს არის თავად მარილი, ჩიფსი და ფრი. აბა შემდეგი. რა საგნები გამოსცემს ხმას? ჩემი ვარიანტია გიტარა, ვიოლინა და არფა. რისი სუნია უსიამოვნო?
რასაგნებია მძიმე? შენთვის რომელია მძიმე? რისი დანახვა შეგვიძლია ცაზე? ცაზე შეგვიძლია დავინახოთ სამ ღრუბელი, მთვარე და მზე. ასევე ვარსკვლავები. რასაგნებია რბილი? აბა გაიხსენე. ეს შეიძლება იყოს თოჯინა, ბალიში. ასევე დათუნია. რომელი ტრანსპორტი გამოსცემს ხმას? ეს შეიძლება იყოს პოლიციის მანქანა, ასევე სახანძროს მანქანა. მაშასე, ხედველობა. ხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოა თვალები. მისი ძირითადი ფუნქციაა დანახვა. შეხება. რომელი ორგანოთი ვეხებით? ჩვენ ვეხებით კანით. ყნოსვა. რითი ვყნოსავთ? ჩვენ ვყნოსავთ ცხვირით. შემდეგი გვაქვს სმენა. რომელი ორგანოთი გვესმის? ჩვენ გვესმის ყურებით. და ყურის მთავარი ფუნქციაა მოსმენა. გემო. რომელი ორგანოთი ვიგებთ გემოს? ჩვენ გემოს ვიგებთ ენით.